გამარჯობა. ეს არის პოდკასტი Teacher Unfiltered with Nutsa. ადგილი, სადაც ინგლისური ენის მასწავლებლები და სპეციალისტები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებთ. და დღეს ჩემი სტუმარი არის საერთაშორისო განათლების ასოციაციის წევრი და ინგლისური ენის პედაგოგი დიანა გაბისონია. დიანა, გამარჯობა კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი დღეს აქ და დრო გამოვხდით. დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ. დიანა, მოდი დავიწყოთ პირველი ბლოკით, რომელიც იქნება იმაზე თუ როგორ იქნება განსხვავებული მასწავლებელი. პირველ რიგში მე როგორც ვნახე, შენ მასწავლებლების ოჯახში გაიზარდე, ხომ ასეა? დიახ. იყო თუ არა მომენტი, როდესაც ფიქრობდი, რომ შენ თვითონ არასდროს გამოხვიდოდი მასწავლებელი? სიმართლე გითხრათ, ასეთი აზრიც არ მომსვლია არასდროს თავში. ვიცოდი ყოველთვის, რომ საგანმანათლებლო ხაზით მომიწევდა მუშაობა. სხვა ვერაფერს ვერ ვხედავდი ალბათ და ამიტომ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო, როდესაც ვაკვირდებოდი ჩემი მშობლები როგორ მოღვაწეობდნენ და ამან დამანახა ის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქმიანობა კაცობრიობისთვის ზოგადად. შესაბამისად, რო ვთქვა, რომ მე რამე სხვა პროფესია მინდოდა, ასეთი რამ არ ყოფილა. პარალელურად ამ საქმიანობასთან ერთად შეიძლებოდა რომ ეკეთებინა ერთი რამე, რაც ბავშვობაში მინდოდა, ეს იყო მწერლობა. დიახ, და სხვა უბრალოდ ამ ყველაფერს ალბათ იმდენად დიდი სივრცე აქვს და იმდენად მოიცავს, ყველაზე საინტერესო პროფესიად მეჩვენა. შესაბამისად გავაგრძელე გზა მიმართულებით, დიახ. ანუ ისინი იყვნენ შენი ინსპირაცია, ალბათ, ესე ვთქვათ, ხო? დიახ, ინსპირაციის დიდი წყარო, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან მოდიოდა, თუმცა ჩემს სკოლაში ძალიან ბევრი ღირსეული პედაგოგი მყავდა, რომლებსაც ასევე ვახსენებ აქ და შემიძლია ვთქვა, რომ მათმა მეთოდებმა და ცოდნის გადმოცემამ, ურთიერთობამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და შესაბამისად აღარ დავიხიე უკან და ეს გზა გავაგრძელე. კაიჩი. გახსოვს შენი პირველი გაკვეთილი? ალბათ სკოლაში იყო, ხომ, შენი პირველი გაკვეთილი? დიახ, მახსოვს ჩემი პირველი გაკვეთილი, ეს იყო საკმაოდ დიდი ხნის წინ, უნივერსიტეტი როგორც კი დავამთავრე, რამოდენიმე თვე. ფაქტობრივად ალბათ მორალურად ვემზადებოდი ამისთვის და დავიწყე ჩემი მოღვაწეობა კორნელი კეკელიძის სახელობის 29 საშუალო სკოლაში. მან ბატონი ჯუმბერ კეჭეხმაძე იყო დირექტორი იმ პერიოდში და პირდაპირ მე-10 კლასის დამრიგებლად შემიშვა. რა თქმა უნდა, ინგლისური ენის მასწავლებელი ვიყავი მანდაც და ჩემი პირველი გამოცდილება როგორც გაკვეთილის ჩატარებისა იყო რაღაცა საკმაოდ საინტერესო. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ამაღელვებელი მომენტი იყო, რომ პირველად შემიშვა ზუსტად იმ ჩემს ადამრიგებულ კლასში გაკვეთილზე, ისინი ჩემზე 5-6 წლით უმცროსები იყვნენ და აი იმდენად ამაღელვებელი მომენტი იყო, ფაქტობრივად თითქმის ჩემს თანატოლებთან ვატარებდი გაკვეთილს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მხრიდან წამოსული უკავშირი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ როგორ შევძლებდი კლასის მართვას, როგორ გადავცემდი მას ცოდნას და აქეთ როგორ მივიღებდი შემდეგ უკვე ამ ცოდნას უკანვე და როგორ შევაფასებდი ამას ყველაფერს. შემდგომი ნაბიჯები უფრო და უფრო გამიმარტივდა, იმიტომ რომ რაც უფრო ახალგაზრდა მასწავლებელი არის, მით უფრო მიმღეობა არის მოსწავლეების მხრიდან და უფრო თავისიანად ღებულობენ და შესაბამისად ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არ გამიჭირდა. პარალელურად ბატონმა ჯუმბერმა გამიშვა დახელოვნების ინსტიტუტში, ქალბატონ ნია კაკუშაძესთანაც გარდაცვლილია. გავიარე სხვადასხვა ტექნიკები სწავლების და თვითონ ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაც. ეს ძალიან გამომადგა. აი ეს ალბათ პასუხობს კითხვას, როგორ იქნება განსხვავებული მასწავლებელი. ანუ შენ როცა დაამთავრე უნივერსიტეტი, ამ განხრით ალბათ ფილოლოგია, ინგლისური? დიახ, ჩემი სპეციალობა არის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია. და შემდეგ უკვე ქონდა ეს ტრეინინგები დამატებითი, ხო, სხვადასხვა აქტივობები. პარალელურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მიღებით არ უნდა დასრულდეს განათლება. შენ უნდა ღებულობდე მონაწილეობას სხვადასხვა
ტრენინგში, სხვადასხვა პროექტში, შენ თვითონ უნდა იყო გარკვეული სახის ინიციატორი სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებისა. შესაბამისად, მხოლოდ ეს გაძლევს საშუალებას, რომ გაიზარდო. ყოველდღიური შრომა. კი. თავარია არ გაჩერდეს მასწავლებელი მით უმეტეს აყვეს ტრენდებს ხო მე იმდენი რამე ხდება. დიანა, მოდი მითხარი, რა არის სინამდვილეში ინგლისური ენის სწავლება? შენი აზრით, ჩვენ ინგლისური ენის მასწავლებლები მხოლოდ ენას ვასწავლით თუ ამასთან ერთად აზროვნებასაც გარკვეულწილად? ინგლისური ენის სწავლება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ენის სწავლება, ეს არის გარკვეული სახის კულტურული ღირებულებების შესწავლა და ამის გადაცემა სხვა ადამიანებისთვის. ანუ ჩვენ რა ენასაც ვსწავლობთ, გინდა არ გინდა ვსწავლობთ იმ ენის კულტურასაც. ამის შესაბამისად ვითარდება არა მარტო ენობრივი და ვერბალური გამოხატვის შესაძლებლობები, არამედ შენ კოგნიტურადაც იზრდები. ეს უფრო აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან და აუცილებლად სწორი მეთოდები და გზები არის საჭირო იმისათვის, რომ ენა ასწავლო და ეს ნამდვილად კარგ შედეგზე გაგვიყვანს ყველას. ანუ ეს არ არის მხოლოდ ენა, ამაზე ვთანხმდებით, არამედ ამის მიღმა კიდევ ბევრი რამ. უდაოდ ძალიან ბევრი საინტერესო რამე შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით. ენის სწავლება, ვთქვი, არის საკმაოდ რთული და მრავალმხრივი პროცესი, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, რომ გააფართოვო შენი თვალსაჩინო და ძალიან ბევრი საინტერესო ლიტერატურასაც გაეცნო, რასაც ძალიან ხშირად ვაკეთებ. და იმდენ რამეს ვგებულობთ შემდეგ ამ ენის მეშვეობით, ამ ენის ცოდნის მეშვეობით, იმ სხვადასხვა ენაზე დაწერილი ლიტერატურიდან, რომ აქედან შეიძლება ააშენო საკმაოდ დიდი საინტერესო სასახლე. შვენიერი. შენ სკოლაში გაქვს მოკლედ სკოლაში სწავლების ძალიან დიდი გამოცდილება. ვინც არ იცის და არ გიცნობს, თავიდან დაიწყო საჯარო სკოლით, მიუყვეთ მოდი, შემდეგ ვასწავლიდი კერძო სკოლაში მწიგნობარ თუხუცესი, საკმაოდ დიდი დრო დავყავი მან, ბატონი დავით კახნიაშვილი იყო დირექტორი და დღესაც დირექტორია და ღმერთმას უკარგად ამყოფოს დიდი ხანი. მან დაახლოებით 13-14 წელი ვმუშაობდი და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ამ სკოლის ფარგლებშიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ტრენინგში მაქვს მიღებული მონაწილეობა, მათ შორის მახსენდება პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ტრენინგი, რომელმაც ასევე საკმაოდ საინტერესო გამოცდილება შემატა. მინდა გითხრათ, რომ ამ მწიგნობარ თუხუცესის შემდეგ ვიმუშავე თანამედროვე განათლების აკადემიაში. იქ 1 წელი დავყავი, იქაც საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მაქვს მიღებული, არაჩვეულებრივი კოლეგები მყავდა იქაც და ბოლოს აგერ ამჟამად მუშაობ ქართულ ამერიკულ სკოლაში, რომელსაც ახლა ხანს გადაერქვა სახელი და ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ჰქვია. აქაც საკმაოდ საინტერესო პრაქტიკას ვეწევი, ბევრ პროექტში ვღებულობ მონაწილეობას და საკმაოდ კარგ გარემოში ვიმყოფები და ვარ მაყოფილი. შვენიერი, ძალიან კარგი. მითხარი დაახლოებით რომელ კლასებს ასწავლი? ყველა კლასებში შედიხარ? ხო, ახლა აქ მე-7-დან მე-12-ეს ჩათვლით შევდიოდი. ახლა წელს ახლა სასწავლო წელს როგორ იქნება არ ვიცით ჯერჯერობით, მაგრამ მე-7 კლასიდან მე-12-ეს ჩათვლით. დაწყებითებსაც ასწავლიდი სხვა სკოლებში სხვადასხვა დროს? ანუ ესე იგი მე-7-დან მაგვა. მაშინ უფრო კარგი გამოცდილება გაქვს ბავშვებთან, ვინც ინგლისური კარგად იციან, უკვე შედარებით მე-7 კლასიდან შეიძლება ბავშვი ძალიან კარგად იცოდეს ინგლისური, მაგალითად, თუ შევადარებ დაწყებით კლასებს, მაგრამ ხდება ისე, რომ აზრის ჩამოყალიბება არ შეუძლიათ. აი, გქონია ესეთი შემთხვევა კლასებში და შენი აზრით რა არის მიზეზი? სიმართლე გითხრათ, ჩვენთან აი ესეთი გამოცდილება არ მქონია, რომ ბავშვს გასჭირვებოდეს საკუთარი აზრის გადმოცემა, იმიტომ რომ ეს ისეთი მიმართულების სკოლებია, სადაც ინგლისური ენა საკმაოდ კარგად იციან ბავშვებმა და უკვე პირველი კლასიდან
მიყვებიან და სწავლობენ მიყვებიან, რომ მე-7 კლასში ნამდვილად ვღებულობთ ისეთ შედეგს, რომ მოსწავლეები საუბრობენ თავისუფლად და აზრს გადმოცემენ სხვადასხვა საკითხთან და თემასთან დაკავშირებით თავისუფლად. და მსგავსი ტიპის გამოცდილება უბრალოდ არ მქონია. კი. მაშინ მითხარი ესეთი რამე, როგორ უნდა იქცეს ინგლისურის გაკვეთილი ისეთ სივრცეთ, სადაც ბავშვები ფიქრს სწავლობენ? ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. ამ ასეთი გარემოს შექმნა შეიძლება მრავალნაირად. ანუ პირველ რიგში ისეთი საკითხი უნდა შემოიტანო, რომელიც არის აქტუალური თანამედროვე ცხოვრებაში. ასევე ისეთი საკითხი უნდა იყოს, რომელიც ბავშვებისთვის იქნება საინტერესო. მათ უნდა მისცეს საშუალება, რომ იმუშაონ ჯგუფებში. ჯგუფებში მუშაობის დროს მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ და შემდეგ უკვე ამ აზრთან შეჯერების შემდეგ ეს გამოაცხადონ მთელს კლასის წინაშე და უკვე იქედან უნდა ხდებოდეს უკავშირი, შეიძლება დასმულ იქნეს კითხვები და აი ასეთი ინტერაქცია აიძულებს მოსწავლეს, რომ დაიწყოს ფიქრი. შეიძლება ვიღაცამ ისეთი აზრი გამოხატოს, რომელიც აბსოლუტურად ოპონირებდეს, ვთქვათ, უკვე გამოთქმულ აზრს და აქ უკვე მიდის დებატები და იქ უკვე ფიქრიც, სხვადასხვა აზრის, კიდევ სხვა აზრით გამყარება და ასე შემდეგ. საკმაოდ საინტერესო პროცესია. აქ უკვე იწყებენ ბავშვები ფიქრს, აზრს და საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვას. კი. და როგორი საინტერესოა, როდესაც ესეთი აქტივობები ხდება გაკვეთილებზე. ეხლა ჩემ დროს მაგალითად და ალბათ ჩვენ დროსაც სკოლაში, რა ვიცი, თითქმის გამორიცხული იყო, არ ჯგუფური მუშაობა იყო, არ წყვილებში მუშაობა იყო, რა ვიცი, გრამატიკის სწავლა ძირითადად, ხო? დიახ, ლექსიკის და დაზეპირება და გრამატიკის სწავლა, ხო? აქვე მოდი ამას კითხავ, რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ინგლისური ენის მასწავლებლები უშვებენ შენი დაკვირვებით? ჩემი დაკვირვებით? ალბათ მხოლოდ რაღაცის ზეპირად სწავლა, მხოლოდ ზეპირად. მე არ ვუგულებელყოფ იმ ფაქტს, რომ ზეპირით სწავლება აუცილებელია. სიტყვები უნდა ვისწავლო და ფრაზები ზეპირად, ამის გარეშე გამორიცხულია. უბრალოდ ის არის, რომ აი ძალიან შეზღუდულები ვართ დროში და ძალიან დიდი მასალა უნდა გავიაროთ. გულისხმობ გაკვეთილის დროს, ხო? გაკვეთილის დროს, დიახ. და მასწავლებელი მაქსიმალურად ცდილობს, რომ სწრაფად გაატაროს მასალა და შეიძლება არც გადაამოწმოს შემდეგ იცის თუ არა, აქვს თუ არა ბავშვს მიღებული გრძელვადიანი ცოდნა, რაზეც უნდა ვიყოთ ორიენტირებული. შეიძლება ერთი გაკვეთილისთვის ისწავლოს, მაგრამ უკვე შემდგომ აღარ ახსოვდეს. ვფიქრობ, რომ აი ეს მიდგომა არის შესაძლებელი და რაღაც გარკვეული ხერხები და გზები არის დასაგეგმილი. და შეიძლება, რა თქმა უნდა, მთავარია მასწავლებელმა მოინდომოს და ის გამოიყენოს ის მეთოდები, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან, ასე ვთქვათ, მახსოვრობას, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის შესაძლებელი და ვფიქრობ, რომ გააკეთებენ კიდევაც. კი. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, აი ეს ბავშვი ჰუმანიტარია, ამ ბავშვს შეუძლია ტექნიკური აზროვნება. შენი დაკვირვებით არსებობს ეს ჰუმანიტარები და ტექნიკური აზროვნების მქონე ბავშვები? მოდით ასე ვიტყვი, რომ თანამედროვე პედაგოგიკაში, ნეირომეცნიერებაში, კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ზოგადად მსგავსი ტიპის დიფერენციაციას არ ეთანხმებიან. არ. თანამედროვე ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ზუსტად ამ მიმართულებით გეგმავს ყველა პროექტსა და მიმდინარე პროცესებს. საგანმანათლებლო პროცესები უნდა იყოს დაგეგმილი ისე, რომ არ ხდებოდეს მოსწავლეების აი ესე დანაწილება. ნახეთ? ვერ ვიტყვი, რომ ყველას ერთნაირი შესაძლებლობა აქვს თქვათ ამა თუ იმ საკითხში. აქ მნიშვნელოვანი არის თვითონ ის საფუძველი, რა საფუძველიც აქვს ბავშვს. აქ უნდა გავითვალისწინოთ მისი ბიოლოგია,
ნეირობიოლოგია რამდენად მოქნილი არის, რამდენად აქვს მზაობა ამისთვის, ამა თუ იმ საკითხისთვის. სოციუმი, რომელშიც ის იზრდება, ოჯახი პირველ რიგში, რაზე აკეთებენ აქცენტებს, რას ასწავლიან, რას სწავლობს ბავშვი, რას სწავლობდა აქამდე. ხოლო, როდესაც ჩვენ კარგად დავინახავთ, შევამოწმებთ მოსწავლის გარკვეული სახის უნარებს და ეს აუცილებლად ძალიან სერიოზულად უნდა ხდებოდეს. აი ამის საფუძველზე უნდა დავიწყოთ შემდეგ შენება იმ უნარების, რომელიც მას უფრო კარგად არის განვითარებული. აი ვერ ვიტყვი, მე მინდა მაგალითად მათემატიკოსობა, მაგრამ აქამდე მათემატიკური საკითხები არ გამირჩევია და არ მისწავლია ისე, როგორც თქვათ, უნდა მესწავლა, რომ გამხდარიყავი მათემატიკოსი. მაგრამ თქვათ შინაგანად მაქვს ესე მიდრეკილება ამისკენ და ანუ შეიძლება რომ განავითარო. კი, შემიძლია განავითარო, მაგრამ მე თუ არ ვიშრომე ამ მიმართულებით და პრაქტიკული სამუშაო არ განვახორციელე, არაფერი არ გამოვა. ანუ მარტო ნიჭი საქმეს არ შველის, იმის თქმა მინდა რომ თუ არ იმეცადინე, თუ არ იმუშავე, თუ არ იშრომე და არ განავითარე ეს უნარები, არაფერი არ გამოვა. შესაბამისად ბავშვისთვის იმის თქმა რომ ეს მათემატიკური ნიჭი არ აქვს და უფრო ჰუმანიტარია, იმ ბავშვში აღვივებს რაღაც გარკვეულ კომპლექსს. აი მორჩა, იარლიყი მირტყმულია, მე მათემატიკა არ შემიძლია რომ ვისწავლო. რას ლაპარაკობთ? თუ სწორად მიუდექი, თუ დაგეგმე სწორად მასთან მუშაობა, შეიძლება კი არა, ნამდვილად გამოუვა ის, რაც საჭიროა. ან თავი ეს იარლიყები არ მივაკრათ და გარკვეულ დონემდე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ან ჰუმანიტარული საგნები ისწავლოს, ან ტექნიკური. და უკვე ეს ყველაფერი დამოკიდებული არის მის მიზანზე და რა უნარებს განავითარებს. და ინტერესზე რა თქმა უნდა. და ინტერესებს რა თქმა უნდა. კი. ნახე, ჩვენთან ხა სკოლებში კლასში, არ ვიცი, კერძო სკოლაში ალბათ 10-15 რამდენი გყავს ხოლმე საშუალო? 15-დან 20 ბავშვამდე, ეს ყველაზე დიდია, და შემდეგ კლასები იყოფა. ხო. და აი როგორ ხვდები თუ რას ფიქრობს კონკრეტული მოსწავლე, როგორ ადგენ მათ სისუსტეებს, ძლიერ მხარებს, ეს დრო ხო თქვით, რომ საკმაოდ ცოტა არის, ხო, ამისთვის თითოეულ მოსწავლესთან სამუშაოდ და შენ როგორ მაკეთებ ამის მენეჯმენტს? ანუ პირველ რიგში, როდესაც სასწავლო პროცესი იწყება საერთოდ წლის დასაწყისში, ყველა მასწავლებელი თითქმის ესე იქცევა, გარკვეული სახის სადიაგნოსტიკო ტესტს ვაწერინებთ. ანუ ჩვენ გვინდა შევამოწმოთ, შეიძლება ეს ესე ტესტის ფორმით არ იყოს შეტანილი, ან თუნდაც იყოს, არაა პრობლემა. თქვათ დღეს გრამატიკის ნაწილი მინდა, ჩემი ინტერესი არის, რომ შევამოწმოთ დღეს, თქვათ გრამატიკის ნაწილი, როგორ ახსოვს მოსწავლეს. ყველა მოსწავლეები დაწერენ. შემდეგ უკვე ლექსიკურ ნაწილზე გადავალთ შემდეგ დღეს. და უკვე როდესაც ეს 2-3-4 დღე ჩვენ აი ამ პროცესზე ვიმუშავებთ, უკვე ვიცი მეტნაკლებად სად არის ჩავარდნა და სად სჭირდება თქვათ რაღაცა გაძლიერება მოსწავლეს. ძირითადად ბრუნდებიან მაინც არამობილიზებულად. და უკვე კი, ამიტომ ყველაფერი წლის დასაწყისში ყველაფერი თავიდან და პროცესში უკვე შეფასების კრიტერიუმებიდან გამომდინარე იმას თუ რა სწავლობენ, როგორ ვასწავლით, იქ უკვე ჩანს სად უჩვენს. ოღონდ ძირითადად ალბათ იმაზე უფრო არის დამოკიდებული თუ როგორ მოემზადა ბავშვი გაკვეთილისთვის. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენი ხანი ეძინა. რა მიირთვა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და უკვე ამის მიხედვით არის რომ პროდუქტი, რასაც ის აწარმოებს, მე ხარისხიც შესაბამისია ხარისხი, ხო? მოდი განვიხილოთ მშობლების ჩართულობაც. შენ ნამდვილად ძალიან ბევრ მშობლთან გაქვს ალბათ ურთიერთობა. რამდენად ჩართულები არიან მშობლები და შენ როგორ ჩართულობას მიესალმები? ძალიან აქტიურს და ყოველდღიურს თუ არ არის საჭირო ესე აქტიურად, რა სიტყვით? კი ბატონო, მოგახსენებთ, მშობლების ჩართულობა აუცილებელია როგორც დედის მხრიდან, ასევე მამის მხრიდან. ეს არის აი უპირობო აუცილებლობა და მე ამას მივესალმები. ეს მოტივაციას აძლევს მოსწავლესაც და მასწავლებელსაც, რომ უფრო უკეთესად იმუშაონ. როდესაც მშობელი ყურადღებას არ აქცევს იმას, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, რა თქმა უნდა, მოტივაცია ქვეითება, ბავშვის მხრიდან მით უმეტეს, ჩემ მშობლებს მაინც არ აინტერესებს და გინდა ვისწავლი და გინდა არ ვისწავლი, ჩემთვის მთავარია ნიშანი
და ნიშანს მე რაღაცნაირად გამოითხოვს მასწავლებლისგან. პროცესი აუცილებლად უნდა იყოს ყურადღების ქვეშ, მშობლები მონიტორინგს უნდა ხორციელებდნენ. ელექტრონული ჟურნალი არის არაჩვეულებრივი ხელსაწყო, რომელიც ამის საშუალებას აძლევს და მანდ არის სექცია, სადაც უკუკავშირებს ვაკეთებთ და მშობლების მხრიდანაც ველოდებით ამ უკუკავშირს. ხდება ხოლმე შემთხვევები, საკმაოდ ხშირად ხდება და ეს სამწუხაროა, რომ მშობლები არც კი კითხულობენ მასწავლებლის უკუკავშირს და შესაბამისად მე მასწავლებელიც ფიქრობს, აი რატო ვწერო. ისედაც რამდენ დროს ვატარებ ხო აქ და კიდევ ვწერო, ხო? და ესეც დემოტივაციის ერთ-ერთი ნიშანია და ნუ მიზეზია უბრალოდ და აი მშობლის ჩართულობა არის აი ანუ არა მარტო მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვისაც კი მნიშვნელოვანია. ჩვენ უფრო ფორმაში ვართ. კი. და ელექტრონული ჟურნალის გარეთ პირისპირ შეხვედრები გაქვთ მშობლებთან? კი, რა თქმა უნდა, არის ხოლმე დამრიგებლები, იწვევენ ხოლმე მშობლებს, დირექციისგან გაივლიან თარიღებს და ყველასთვის არის ცალკე ყველა კლასისთვის გამოყოფილი დრო. მოდიან მშობლები შეხვედრაზე და ყველა მასწავლებელი ანხორციელებს კომუნიკაციას მშობლებთან. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის იმდენად ხშირი და შესაბამისად ელექტრონული ჟურნალით ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მშობლები მუშაობენ და ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათაც დაკავებული გრაფიკი აქვთ. ხო, მქონია კიდევ აქვე ვიტყვე პროექტი, სადაც მშობლები ჩავრთე, მე პირადად და ფსიქოლოგთან ერთად ვიმუშავე, კონკრეტულ კლასთან ვიმუშავე და მშობლებიც დაესწრნენ ამას და მსგავსი ტიპის აქტივობაში ჩართვა მშობლებისა ვთვლი, რომ ძალიან კარგიც არის და ბევრ ამას გებულობენ საკუთარ შვილებზე, ისინი იქ სკოლის სივრცეში როგორ მუშაობენ, რა აწუხებთ, იმიტომ რომ აღმოჩნდა ისე, რომ ბავშვები უფრო გაიხსნენ და ისეთი რაღაცები დაინახეს მშობლებმა, რაც არიცოდნენ და წარმოგვიდგენეს მანამდე, ხო. ეს ერთჯერადი იყო თუ რაღაც? ანუ ეს განვახორციელე ერთხელ, მაგრამ ვაპირებ ამის განხორციელებას, თუმცა სხვა მასწავლებლებმაც განახორციელებს მსგავსი ტიპის აქტივობები და ძალიან წარმატებით. კარგად ჟღერს სამდულად. მეც დამაინტერესებდა ჩემ შვილებთან დაკავშირებით ესეთი რამე, რომ მომხდარიყო და ჩართულიყავით, მაგრამ სამწუხაროდ არ ხდება ესე ხშირად. მოდი გადავიდეთ მათემატიკურ ნაწილზე. შენ ამბობ, რომ მომავალში გინდა მათემატიკის დახმარებით უცხოენების სწავლების მოდელზე მუშაობა, ხო? საიდან გაგიჩნდა ეს იდეა? ალბათ ისევ და ისევ ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ჩემები ყველანი მათემატიკოსები არიან და მე გავხდი ერთი ფილოლოგი და მინდოდა ალბათ დამემტკიცებინა მათთვის, რომ მათემატიკა მეც შემიძლია და იქ ზუსტად ის დიფერენცირება იყო, კი, არა ტექნიკური და არა ჰუმანიტარული და ეს რაღაცნაირად ჩამრჩა, იმიტომ რომ მე საკმაოდ კარგი ვიყავი მათემატიკაში. შემდგომ ჩემს დასაც ვეხმარებოდი გარკვეული მათემატიკური სტატიების თარგმანში და ეს ამან დამანახა მე, რომ თურმე შემიძლია და მე ვიფიქრე, რატომაც არა. მეცნიერული ნაშრომის ამ მიმართულებით განხორციელება იქნება საკმაოდ საინტერესო. მე ხა დეტალებში ამაზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს მაინც მინდა რომ კარგად დამუშავებული იყოს და შემდეგ რაც შეგიძლია რომ გაგვიზიარო მხოლოდ ეს აზრი უკვე ჩემში დიდი ხანია არსებობს და გარკვეული მონახაზი ამასთან დაკავშირებით მაქვს გაკეთებული, შესაბამისი ჩანაწერები და როგორ შეიძლება გარკვეული სახის ინტეგრაცია და ტრანსფორმაცია განხორციელდეს, ამასთან დაკავშირებითაც არის უკვე გარკვეული მონახაზი. და ამიტომ შემდგომში, როდესაც ეს უკვე განხორციელდება, აუცილებლად მეტ დეტალს გავაზიარებ. იცი რა, ამასთან დაკავშირებით ერთ რამეს ვიტყვი, ძალიან ხშირად ჩემს სტუდენტებს, განსაკუთრებით ვინც უფრო მათემატიკური ეს ნიჭით გამოირჩევა და აი ხო ეს დიფერენციაცია მაინც ხდება ვერ დავმალავ და რომ ამბობენ ხოლმე რომ მე უფრო ესეთი ტექნიკური საგნების მიმართ მაქვს მიდრეკილება და რაღაც მეუბნებიან რომ აი ნეტა ენები იყოს მათემატიკასავით.
იმიტომ რომ იქ ფორმულებს ვიზეპირებ, ვიცი ზუსტად რა როგორ და ერთი ფორმულა მჭირდება რომ რაღაცა გავაკეთო, აქ კიდე იმდენი გამონაკლისია, იმდენი ფრაზალური ზმნა არის, იმდენამეს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, რომ აი ამ კუთხით ენა უფრო უჭირთ ბევრად ვიდრე მათემატიკა და ესეთი საგნები და შენი აზრით შეგვიძლია ამ კუთხით შევხედოთ, რომ ენა უფრო რთულია ასეთ მეცნიერებებთან შედარებით, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი გამონაკლისი გვაქვს, მაგრამ მათემატიკაში მაგალითად ყველაფერი არის ფიქსირებული, სწავლობ ერთ ფორმულას და ყველაფერი მერე მიყვება იმას. აი ამას ესე ცალსახად ვერ ვიტყვი, ენა რთულია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გარკვეული მოქნილობა აქვს, გააჩნია ენას და უნარი არის, რომ სხვადასხვა მოვლენა, სხვადასხვა ვერბალური ერთეულებით გამოვთქვა და გამოვხატოთ და მათემატიკა უფრო ფიქსირებულია, უფრო ზუსტი მეცნიერება და ეს თითქოს დავითომ სიმარტივეს ნიშნავსო, მაგრამ ნამდვილად ასე არ არის. მათემატიკა ზუსტი მეცნიერება, მაგრამ ამ ზუსტი მეცნიერებით შეიძლება გამოხატო ისეთი აბსტრაქტული რაღაცეები, რაც ადრე ვთქვათ ენით აბსტრაქტული იყო, მაგრამ მათემატიკურად შეიძლება უფრო ზუსტად გამოხატო, ხო? შესაბამისად, ასე ცალსახად რომ ის უფრო რთულია და ის უფრო მარტივია, მაგას ვერ იტყვი. ახლა ჩემთვის მაგალითად მათემატიკა არ არის მარტივი და მე უფრო ამბობ ხოლმე რომ ჰუმანიტარული მიდრეკილება მაქვს ენების მიმართ. მათემატიკა ვერც კი წარმომიდგენია, აი ესე კი ფორმულებს შეიძლება დაიზეპირებ მაგალითად, მაგრამ ახლა ჩემთვის ესე არ არის. ხო, ასე ამბობენ, რომ ტვინის რაღაცა ნახევარსფეროში მათემატიკური აზროვნება, მეორე ნახევარსფეროში ჰუმანიტარული აზროვნება, მაგრამ ნუ ახლა რეალურად ესე ვერ განვასხვავებთ, ხო, ესე რაღაც. თქვა რომ მაინც ენებისადმი მიდრეკილება რო გაქვთ თქვენ ის ნახევარსფერო უფრო გააქტიურებული გაქვთ ამის გამო. ალბათ უფრო იმაზეა, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, თუ რა ნიჭი განავითარეთ და რა მიმართულებით იმუშავეთ უფრო მეტად. ახლა მაგალითად ხო შეიძლება რომ ვიღაცამ ორივე განავითაროს თანაბრად, ხო? რა თქმა უნდა. თუ მოინდომებს. რა თქმა უნდა. აი მაგალითად, როდესაც ადამიანი თარგმნის ტექნიკურ ტექსტს, როგორ ფიქრობთ, იქ მათემატიკური ანალიზი არ არის საჭირო? ხო? და თან ის ჰუმანიტარული ესე არ არის, ესე რომ მაინც და მაინც ინჟინერს არ კონდეს ჰუმანიტარული ნიჭი და პირიქით ჰუმანიტარს არ კონდეს, ვთქვათ, ინჟინერიის და ტექნოლოგიის ნიჭი, ესე ვერ განსაზღვრავთ. თანამედროვე იქ უკვე ინტეგრირება ხდება და სწორედ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენ ახსენე პროექტებით სწავლება. დიახ. ბავშვებს უყვართ ხომ პროექტები? ძალიან უყვართ პროექტები. რატომ უყვართ? იმიტომ რომ მათ ეძლევათ საშუალება უფრო მეტი დამოუკიდებელი აზროვნება გამოავლინონ, დიახ. უფრო შემოქმედებითები იყვნენ ამ მიმართულებით და რაც მათ ძალიან უყვართ, გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები. დღესდღეობით მაგალითად პროექტებს თუ როდესაც აძლევ ბავშვებს PowerPoint-ში ავალებ გაკეთებას მაგალითად თუ პოსტერებით მაინც პოსტერებით უკვე დიდი ხანია არ ვაკეთებთ ამას, აი მაინც და მაინც თუ კედლის გაზეთი გვინდა რომ გამოუშვათ და გვინდა მაინც და მაინც აი ეს მოტორიკაზე გავამახვილოთ ყურადღება და ხელით რომ უნდა ჩაწერონ, ხო? აი მაშინ კი შეიძლება ეს მქონია კიდევაც ესეთი ერთი პრეზენტაცია, სადაც არა მარტო PowerPoint-ში გაკეთებული პრეზენტაცია იყო, არამედ უნდა გაეკეთებინათ პოსტერიც და იქ მოვთხოვე, რომ ხელით ჩაეწერა ყველაფერი ლამაზად, ხო, მაგრამ ნუ ეს იმდენად არ უყვართ ხელით წერა. ეს არის ერთი პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოფხრათ, იმიტომ რომ ხელი წერა აუცილებელი არის ნეირონების განვითარებისთვის. აქვე ბარემ ჩაგეჭრები და ძალიან ბევრი პროგნოზი წავიკითხე ბოლო დროს, რომლის მიხედვითაც ამბობენ, რომ ფაქტიურად მომავალში, ალბათ საუბარი არც თუ ისე ახლო მომავალზე, მაგრამ დაახლოებით 20-25 წელში სკოლებში აღარ იქნება, ესე ვთქვათ, handwriting-ის სწავლება. შენ გაგიგია ესეთი პროგნოზები ხსენია? მე ესეთი პროგნოზები არ მსმენია, მაგრამ რამდენად რეალურია? სამყარო ისე იქით მხარეს მიდის, რომ აი მკლავი ერთი
ღილაკის დაჭერით შეიძლება განახორციელო ძალიან ბევრი ფუნქცია, ხო? მაგრამ ვთვლი, რომ ეს ადამიანისთვის, კაცობრიობისთვის არ იქნება კარგი. არა, არ ვემხრობი. ეს არის ხერხი, მაგრამ შენ სხვა ხერხებიც არ უნდა დაივიწყო. ეს არის ჩვენი კულტურული ღირებულება, დამწერლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ადამიანური და ეს ადამიანურობა უნდა შევინარჩუნოთ. აი წარმომიდგენია ხანდახან რომ ვფიქრობ ხოლმე რომ მაგალითად არ არის დაუშვათ ელექტროენერგია, უცბად გაითიშა მთელი ეს ტექნოლოგიები და რაღაცის გადმოცემა გვინდა წერილობითად და არ ვიცით ეს წერა, ხო? როგორ უნდა მოხდეს, ხო? ხომ არის ამის შანსი, რომ უცბად ერთ დღეს ეს ყველაფერი გაითიშოს, მინიმუმ ელექტროენერგია არ გქონდეს და ვერ მოვახდინოთ, იმიტომ რომ უბრალოდ არ გვეცოდინება ხელით წერა. დიახ, კოლაფსისგან არავინ არ ვართ დაზღვეულები, მით უმეტეს ისე მიდის ეს სამყარო იქეთ მიექანება, რომ ხვალ რა იქნება არავინ არ იცის. ანუ თავარია რომ ეს შევინარჩუნოთ და რა თქმა უნდა, ზუსტად ისევე როგორც ვერბალური კომუნიკაცია არის აუცილებელი, ასევე აუცილებელია წერილობითი, რა თქმა უნდა. ხელით წერა. იმიტომ რომ ტექნოლოგია არ არის ისეთი საიმედო რა. აი რახან აღნიშნე, მაგიტომ მოვაყოლე, რომ არის ბევრი ესეთი აზრი, რომ სამწუხაროდ შეიძლება ეს უნარი დაიკარგოს. იცი რა მითხარი, წელიწადში მაგალითად თითო კლასთან რამდენი პროექტი შეიძლება რომ გააკეთო? რამდენად ხშირად აკეთებ? ჩვენი წიგნები ისე არის აწყობილი, რომ ყოველი თავის დასრულების შემდეგ არის პროექტი. ჩვენ შეგვიძლია კიდევ სხვა პროექტი ჩავრთოთ იქ შუალედში თუ დავინახეთ ამის საჭიროება, მაგრამ თქვათ წლის განმავლობაში მინიმუმ 8-9 პროექტს მაინც ვანხორციელებთ. მარტო ინგლისურ ენაში. და სხვა საგნებშიც სხვა საგნებშიც ასეა აუცილებლად ყველა ასე მუშაობს და აი როგორ ფიქრობ, მთელი სასწავლო წელი რომ მხოლოდ პროექტებზე იყოს აგებული. იმუშავებდა? ვერ ვიტყვი რომ იმუშავებდა, იმიტომ რომ სანამ პროექტამდე მიხვალ, მანამდე გარკვეული სახის თეორიული მასალა უნდა დაამუშავო და ამას ასე უბრალოდ პროექტიდან პროექტზე ვერ გადახტები, იმიტომ რომ იქ არის საჭირო ახსნა, იქ არის დასამუშავებელი საკითხები, უფრო სიღრმისეულად, იქ არის რაღაცა თუნდაც პატარა დებატებისა მოწყობა იმისათვის რომ დაადგინო ყველაფერი ზუსტად აითვის ამოსწავლემ თუ არა, იქ ძალიან ბევრი ნიუანსია, სანამ პროექტამდე მიხვალ, იქ არის ბევრი ეტაპი. ესე თქვა შეჯამება უკვე ყველაფრის, რაც მანამდე გადაგიკეთებია. ეს არის საბოლოო პროდუქტი, რომელიც შეგიძლია მერე უკვე წარადგინო კლასის და მასწავლებლების წინაშე. კითხავ ასევე ტელეკლუბის შესახებ. შენ შექმნილი ქონა ტელეკლუბი, როგორც წავიკითხე და რატომ გადაწყვიტე ამ კლუბის შექმნა? კი ბატონო, შარშან წინ იყო ეს ტელეკლუბი, საკმაოდ აქტიური პროცესი მიმდინარეობდა ამ კლუბის ფარგლებში, ბევრი მოსწავლე იყო დაინტერესებული, ბევრი საინტერესო ვიდეო რგოლი გვაქვს გადაღებული, ყავდა ინგლისურ ენაზე ყველაფერი, რა თქმა უნდა. კი ბატონო, მოწვეული ყავდა სპეციალისტები, ვინც ვთქვათ, ფოტო გადაღებებს აწარმოებდნენ და ასწავლიდნენ ბავშვებს თუ როგორ უნდა გადაეღოთ ფოტოები და ვიდეო რგოლები. ასევე მოწვეული ყავდა ჟურნალისტები და ძალიან საინტერესო პროცესი, ცოცხალი პროცესი მიმდინარეობდა. საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება მოყვა ბავშვების მხრიდან, მშობლების მხრიდან და ინტერესებაც ღრმა იყო. შემდეგ უკვე მოხდა ისე, რომ უფრო შევამცირე რაოდენობა მოსწავლეთა, ვინაიდან მე თვითონ ძალიან დაკავებული ვიყავი და ეს ძირითადად ხდებოდა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ და ამიტომ უკვე ამხელა დროს ვეღარ დავუთმობდით და ასეთი მასშტაბის ვერ იქნებოდა როგორც წინა წელს. 3-4 მყავდა ჯგუფში და მათთან ერთად ძირითადად გავდიოდით იმას თუ როგორ იწერება სტატია, რა ფონტებია საჭირო ზომებთან დაკავშირებით ვაძლევთ ინფორმაციას. იქ სხვადასხვა ვთქვათ ჟურნალისტზე ჰქონდა ინფორმაცია თეორიული ნაწილი იყო ძალიან მრავალფეროვანი და ბავშვებიც ინტერესდებოდნენ. აი წელს აღარ განვიხორციელებია ისევ და ისევ დროის გამო. და აი ამ კლუბის ფარგლებში
შენ როგორ დააფიქსირე ბავშვებს ძირითადად მასიურად უჭირთ საჯაროდ საუბარი თუ უადვილდებათ? სხვათა შორის თავდაპირველად ვინც მოვიდა, მათ ჰქონდათ გარკვეული სახის კომპლექსები, რომლებიც აი ამ მუშაობის პროცესში მოხსენით. და გვქონდა ჩვენ ასევე ესეთი სკოლის ფარგლებში ესეთი აქტივობა TED Talk-ი ინგლისურ ენაზე. და ისეთი ბავშვები გამოვიდნენ საჯარო მოხსენებებით, რომლებიც საერთოდ არ ლაპარაკობდნენ გაკვეთილზეც კი. ვაუ, და უცბად TED Talk-ზე უცებ გამოვიდნენ და ეს როგორ მოხდა, რაც მოტივაცია და მოტივაცია, მუშაობა, მათი რწმენის ამაღლება, აი ეს ელემენტარული თბილი სიტყვაც ბავშვს ძალიან ეხმარება იმაში, რომ საკუთარ თავში რწმენა გაუჩნდეს. ხო, და აი ეს ძალიან ეხმარება ბავშვებს. ანუ ეს არ არის ხო დაკავშირებული ინგლისური ენის ცოდნასთან, არა ის რომ არიციან საკმარისა და ამის ცხენიათ, ხო? ეს უბრალოდ ეს კომპლექსია ადამიანური კომპლექსია და როდესაც მასწავლებლის მხრიდან დაინახავენ ემპათიასა და მხარდაჭერას, ბავშვებიც უფრო იხსნებიან. მე არაფრის არ მეშინია მასწავლებლა თქვენ რო ხართ ჩემს გვერდში. თქვენ რო გწამთ ჩემი, მე არაფრის არ მეშინიაო, ესე მითხრა მასწავლებლად. როგორი მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბავშვისთვის ხო ეს რასასიამოვნო განცდაა და თვითონ მასწავლებლისთვის მე ღირს ამათ, რასაც ჩვენ ენერგიას ამ საქმეში ვდებთ, აი ამ პატარა წინადადებისთვის ღირს რა. კი. აი ყოველთვის ვამბობ ხოლმე, როცა ხდება სიტყვა rewarding და აი ეს არის ალბათ ის ზუსტად ის reward-ი, რაც გვაქვს ეს ჯილდო ხო ისე ვთქვათ, რასაც ვიღებთ ამ საქმიდან. კი ბატონო. ძალიან ხშირად მსმენია, რომ კი, კარგი პრეზენტაცია კარგია, მაგრამ ამ პრეზენტაციაში სწორი ინგლისურიც თანაბრად მნიშვნელოვანია. შენი აზრით, მაინც რომელი გადაწყვეტის, თუ თანაბრად კარგი პრეზენტაცია და სწორი ინგლისური ორივე უნდა იყოს? აი პრეზენტირების უნარს თუ ვაფასებთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში პრეზენტირების უნარი უპირატესია და ამის მიხედვით მე შევაფასებთ მოსწავლეს მაღალი შეფასებით. ანუ რას ვაფასებთ იმაზე გაჩნია რა გვინდა მივიღოთ. დიახ, რა მიზანია ჩვენი, ხო? ამიტომ პირადად მე, როდესაც პრეზენტაციისთვის ვამზადებ მოსწავლეს, მე ორივეს ერთად მივუყვები და ვასწავლე ჩვენ სანამ საბოლოო პრეზენტაციამდე მივალთ ხო, მანამდე რეპეტიციებსაც ვატარებთ. და ამ რეპეტიციებზე, ამ შეხვედრებზე ჩვენ იქ ვასწორებთ სწორი ინგლისური, დიახ, აუცილებლად რომ სწორი გრამატიკული დროები იყოს გამოყენებული, იმიტომ რომ რა არის პრეზენტაცია? პრეზენტაცია ეს არის აკადემიური ნაწილი. და არავინ არ თქვას, რომ პრეზენტაცია რაღაცა სალაღობო თემა არისო. ეს არის შენს მიერ აკადემიურ სივრცეში გამოკვლეული ნასწავლი, ამ შრომის პროცესის საბოლოო შედეგი, რომელიც ასევე მაღალ აკადემიურად უნდა წარმოადგინო. რისთვის ვამზადებთ ჩვენს მოსწავლეებს, ხო? პროფესიებისთვის, ამ დიდი ცხოვრებისთვის და ეს მიზანი უნდა სწორად გამოხატული და სწორად დასახული და სწორად შესრულებული უნდა იყოს ყველაფერი, მაშინაც კი, როდესაც არავინ არ გიყურებს. მოდი შევეხები მოკლედ კოვიდის პერიოდს, ძალიან მაინტერესებს ხოლმე მასწავლებლების გამოცდილება, რა შეიცვალა ამ პერიოდში, თუ შეიცვალა რამე, როდესაც გადახვედით, ალბათ შენც გადახვედი ონლაინ სწავლებაზე და მერე დაბრუნდი საკლასო ოთახში, ცოტა რომ მოვიყვე. კი ბატონო, გეტყვით. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ტექნოლოგიასთან ურთიერთობა გაუჭირდა ბევრ მასწავლებელს, იმიტომ რომ ჩვენ მზაობა არ ქონდა ამისთვის, თუმცა ეს კოვიდის პერიოდი შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ, იმიტომ რომ გვასწავლეს, ესე ვთქვათ. შეიძლება ზოგს არ უნდა და მაგრამ ხო, შემოგვასწავლეს ამ ტექნოლოგიის გამოყენება, შეიძლება ელემენტარულ დონეზე ჩართვა, გამორთვა, რაღაც არხის მოძებნა ვიცოდით, მაგრამ იქ ძალიან ბევრი სხვა საინტერესო პროგრამას დავეუფლეთ, რომელსაც შემდეგ სასწავლო პროცესში ვიყენებდით. იმისათვის, რომ ყოფილიყო engagement-ი, ხო, მოსწავლეების მხრიდან. ზოგიერთი არ თავდა კამერას, ზოგიერთი იჯდა ისე უბრალოდ და სულ სხვა რაღაცას აკეთებდა, იმიტომ რომ სხვა კომპიუტერი ჰქონდა და იქ იყო ჩართული და ეს სირთულეები არავინ არ თქვას არ იყო. იყო, ყველასთან იყო. შენ უნდა მოგეფიქრებინა ისეთი რაღაცა, რომ ეს ბავშვი ყველა შენთან ყოფილიყო და საინტერესო ყოფილიყო ეს სასწავლო
პროცესი. ნუ 1-2 მაინც გამოერეოდა ისეთი, მაგრამ ძირითადად მაინც აი რომ იცი რომ აი ბავშვი უნდა შეაკავო და დაინტერესო შენი გაკვეთილი, უკვე იწყებ ფიქრს, რა მოვიფიქრო, რა აპლიკაცია გამოვიყენო, რა იმუშავებს და აი ასე შემდეგ. როგორც კი დაიწყო ეს პანდემია, მაშინვე მალევე გადახვედით ონლაინ გაკვეთილებზე? დიახ, მალევე დავიწყეთ ონლაინ გაკვეთილებზე გადასვლა. ოღონდ ონლაინიდან მე საკლასო სივრცეში დაბრუნება ცოტა გაუჭირდათ ბავშვებს, იმიტომ რომ ხო მიჩვეულები იყვნენ რაღაც ახსი, კომფორტულად და აკუცებს სკოლის სივრცე ცოტა. და შენ გაგიჭირდა უკან დაბრუნება? ხა მე ადამიანი ვარ და რა თქმა უნდა ყველას, მაგრამ უფრო კარგი იყო სკოლაში, რატომ? იმიტომ რომ უკვე ამდენი ხანი ერთ სივრცეში ყოფნა და გარეთ არ გახვიდე და სოციუმს მოწყვეტილი ხარ, ეს არ იყო სასიამოვნო გამოცდილება. ანუ კარგი იყო რომ გამოვედით ბოლო-ბოლო დიახ, იმიტომ რომ სოციალიზაცია ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ეს არ არის მარტო სწავლება, ხო, ეს არის მართლა ხო ეს კომუნიკაცია და ურთიერთობა, რა თქმა უნდა. და კითხავ ბოლოს AI-ზე და თანამედროვე განათლებაზე, შენ რამდენად იყენებ AI-ს? როგორც თანამედროვე მასწავლებელი, მე ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს და ვთვლი, რომ ძალიან სასარგებლო ხელსაწყოა. მე ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებ ისევე როგორც ვიყენებ მობილურ ტელეფონს, როგორც ლეპტოპს, ხო, ეს არის ხელსაწყო. და ეს არ არის ჩემი პირველი რაღაცა ამოსავალი წერტილი, საიდანაც მე ყველაფერს ვაკეთებ. არა. ადრე დავდიოდით ბიბლიოთეკებში, ვეძებდით ერთ 5-6 წიგნი უნდა წაგეკითხა თავიდან ბოლომდე იმისათვის, რომ რაღაცა ერთი საკითხი დაგემუშავებინა. დღეს ხელოვნური ინტელექტი ისევე როგორც Google გვაძლევს ინფორმაციას, თუმცა Google უფრო მეტ დროს ითხოვს და ხელოვნური ინტელექტი უკვე ზუსტად რომ მისცემ ბრძანებას, რა გაინტერესებს იმ საკითხებს, შეგიგროვებს და გაგილაგებს თანმიმდევრულად, შენ ამას შემდეგ წაიკითხავ, თუ რამე კიდევ სიღრმისეულად გინდა, იქ შეგიძლია გადაამოწმო, შეგიძლია კიდევ დაუსვა შეკითხვა უფრო სიღრმისეულად და ის გაძლევს შენ ინფორმაციას. ხო, მაგრამ ინფორმაციას გადამოწმება მაინც სჭირდება. თლად მასე დახვეწილიც არ არის. ამაზე გქონია ჩვენ საუბარი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ სამწუხაროდ ალბათ ჯერჯერობით შეცდომები ეპარება ხელოვნურ ინტელექტს. ეპარება. კი, მაგრამ იქ არის რაღაცა სპეციალური ტერმინები, რომლებიც შეიძლება შეცდეს. შეიძლება შეცდეს, მაგრამ არის კიდევ რაღაცა პროგრამები, რომლებიც ამ პროგრამების გამოყენების დროს თუ სპეციალურ სიტყვას გამოიყენებ, ახლა რაღაცა არ ვიცი ზუსტად. ხო, რომ მე ამოწმებს და ხო, ის უკვე სხვა ფუნქცია აქვს, კი. ფასიან ვერსიებში ეს არის. კი. და ერთიც რამდენად მიესალმები მოსწავლეების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და რა კუთხით შეიძლება ეფექტურად გამოიყენონ, იმიტომ რომ ამაზეც ხშირად არის ხოლმე კითხვები, საერთოდ გამოიყენონ თუ არა. შენ რას ურჩევდი? ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს გამოყენებული სწორად და ზომიერად. აი რა ეხლა ახსნი, აი მაგალითად, როდესაც მოსწავლე გარკვეული სახის პროექტზე მუშაობს. შეუძლია პროექტის ჩარჩო შეაქმნევინოს ხელოვნურ ინტელექტს, რაღაცა bullet point-ები ჩამოაწერინოს, პრობლემა არ არის, მაგრამ საკითხი უნდა მოსწავლემ იცოდეს. მე არასდროს მოსწავლეს არ ვაძლევ უფლებას, რომ პრეზენტაცია წაიკითხოს. ეს არის, მე პირდაპირ ვგონებ, პრეზენტაციაში არაფერი არ უნდა გეწეროს გარდა bullet point-ებისა და ნახატებისა, ვიდეო შეგიძლია ჩასვა, ან რაღაცა ისეთი. ეს არის მხოლოდ ისეთი გაფორმება მეთქი იმისა, თუ რაზეც უნდა ისაუბრო, ხო? და კიდევ ყოველთვის ვეუბნები მოსწავლეს, როდესაც ანხორციელებს ამ ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებულ პრეზენტაციას, აუცილებლად საკითხს, რომელზედაც ისაუბრობს, მსმენელისთვის უნდა იყოს საინტერესო რა მხრივ. საკითხი ხო, მაგრამ ასევე ჩართული უნდა იყოს მსმენელიც. ინტერაქცია უნდა გქონდეს მეთქი მსმენელთან. შეიძლება ეს რაღაცა ახალია და პრეზენტაციის დროს არავინ არ სვამს ინტერაქციაში მსმენელს, მაგრამ მსმენელი სმენის დროს ძირითადად სადღაც ფრუსტრაციაში გადის. პირველი რამოდენიმე წუთი ისმენს და მერე შემდეგ სადღაც მიდის. ხო და იმისათვის რომ იყოს ეს ყურადღება შენსკენ მოპყრობილი და ნამდვილად შენმა შრომამ ტყუილად არ ჩაიაროს, მსმენელიც უნდა დააკავო იმით, რომ კითხვები შიგადაშიგ დაუსვა და უკუკავშირი მიიღო.
შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, შეიძლება ინფორმაციის მოძიების და რა თქმა უნდა, მე გადამოწმების დრო მიდის, მაგრამ რაღაცეებში ხელს გვიწყობს, რომ დრო დავზოგოთ, მაგალითად, პრეზენტაციის ფორმის შექმნაში. და რა ვიცი, ალბათ კი, პროცენტულად ალბათ უნდა დავუწესოთ, რომ აი ვთქვათ ინფორმაციის მოძიებისთვის ამდენი პროცენტი, ვიზუალური სახის შექმნისთვის ამდენი პროცენტი და ეს უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული, კი. რომ არ გამოიყენონ. აი აქ უკვე მშობლის ჩართულობა აუცილებელია და მშობელი უნდა იყოს ჩვენი თვალები იქ, სახლში. თუმცა დარწმუნებული ვარ თუ მაინც გააკეთა მოსწავლემ ისე რომ მთელი პრეზენტაცია 50%-ზე მეტი შეაქმნევინა AI-ს მიხვდები და მასწავლებელი მიხვდები. რა თქმა უნდა. ის რაც წერია მან, იქ უკვე ჩანს. კი. ის რასაც ყვება, იქ უკვე ჩანს. ხო, ანუ ვერ მოგატყუებს. ვერ მოგატყუებს, რა თქმა უნდა. ხანდახან გონიათ ხოლმე რომ მოატყუებენ მასწავლებელს, მაგრამ თითქმის ყოველთვის ხვდებით. არ არსებული აი თემას რო აწერინებ მოსწავლეს და მომიტანს თემას. მე ახლა მოსწავლის დაწერილ თემასა და ხელოვნური ინტელექტის დაწერილს როგორ არ განვასხვავებ, რა თქმა უნდა. იმდენად სპეციფიკური რაღაცა შაბლონური ფორმატით საუბრობს. ძალიან. აი შეუძლებელია, მე მქონია შემთხვევა, როცა ყოფილა რომ უცდიათ, მაგრამ ნუ აი გამორიცხულია რომ ვერ მიხვდა. ანუ სად შეიძლება დაწერო ისეთი თემა, სადაც წერტილმძიმეც კი იდეალურად გაქვს დასმული და შენ სწავლობ ამას. ჩვენ პედაგოგებს, სპეციალისტებს გვეშლება ხოლმე და ეხლა წარმოიდგინე, არა, მე არ ვამბობ იმას, რომ შეიძლება მოსწავლე უკეთესი იყოს. შეიძლება უკეთესიც იყოს და ყველანაირად, მაგრამ აი ეს ენა რაღაცა ის ფორმატი ხელოვნურ ინტელექტს აქვს ძალიან სპეციფიკური და ჩარჩოში, აი ეს უკვე მე ამას გარკვეული სახის მათემატიკურ შეზღუდვას ვუწოდებ, იმიტომ რომ არაადამიანურია, ხო, ის არის ციფრული ვერსია. აი როგორ ახსნა, აი ახლა მიჭერს ცოტა, მაგრამ აი ძალიან შეზღუდულად არის გადმოცემული ის, რაც შეიძლება ადამიანმა თავისი ემოციით, თავისი ხო, ადამიანურობით გამოხატოს. აი ეგარი, კი. არა ადამიანურია. მოდი ამაზე შევთო. ძალიან ტექნიკური სტილი. კი. და ბოლოში გვაქვს ხოლმე ბლიცი, მოკლე კითხვები და პასუხები და მოდი დაგისვამ ესეთ რამდენიმე კითხვას. საშინაო დავალება კი თუ არა? უფრო არა. არა. რას გულისხმობ? ეხლა ვეკითხე. ანუ საშინაო დავალება ბავშვებს ძირითადად აღიზიანებს. მაინც არ აკეთებენ ისე, როგორც უნდა გააკეთონ. თლად საშინაო დავალების გარეშეც ვერ დატოვებ. რაღაცა ისეთი უნდა გააკეთო და მისცე, რომ იმას თან დავალება იყოს და თან აინტერესებდეს, ხო. მე ესეთი აი ახლა ხან გავიარე ნეიროლინგვისტიკისა და ნეიროფსიქოლოგიის კურსი, სადაც ლექტორმა გამოიყენა ასეთი მეთოდი. გარკვეული სახის ჰენდაუთი მოგცა, რომელიც სახლში უნდა წაგვეკითხა და რომ მოვიდოდით, ანუ ფაქტობრივად წინასწარ ქონდა წინა სიტყვაობა გაკეთებული, მერე მოგცა ჰენდაუთი, ეს ჰენდაუთი წაიკითხეთო, სახლში წავიკითხეთ, მოვედით და იმ საკითხზე დაიწყო ისევ საუბარი უკვე. არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად. ხო და აი საშინაო დავალება მთლად არა, მაგრამ აი დაახლოებით აი ესეთი მეთოდით. შენ მიეცი ბავშვს ხო დავალება, გარკვეული წინასწარ აუხსენი რაღაცა, მიეცი აი ეს საკითხი წაიკითხე, ხო და როცა მოხვალ, ამ საკითხზე ვიმუშავებ სიღრმისეულად და ფაქტობრივად იქ რო ვმუშაობ კლასში ბავშვთან ერთად პრაქტიკულ მუშაობას რო ვახორციელებ, ის ბავშვი უკეთესად იმახსოვრებს. კი. მაგრამ თან დავალებაც არის და თან დავალებაც არის და თან ისე ნიშანზე კი არ არის, ნიშანს მე იქ პროცესში დავუწერ სკოლაში, რასაც აკეთებს, როგორ პროდუქტს ამიძებს იმის მიხედვით. ანუ აი ხვდები ეს ცოტა გრძელვადიანი ჩანს, მაგრამ ეს უფრო ამახსოვრდება. ვიდრე ის რომ დააზეპიროს სახლში მოვიდეს ერთი გაკვეთილისთვის ნიშანი მიიღოს და მე დაბრუნდება და ის როგორ იყო? და არ ახსოვს გრძელვადაში არა. ანუ სწავლა კეთებით ეს არის ყველაზე უკეთესი. ნუ ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი. წყვილებში მუშაობა თუ ჯგუფური? ორივე. ორივე აუცილებელია.
ნაბეჭდი წიგნი თუ ციფრული რესურსები? ორივე. დისციპლინა თუ კრეატიულობა? ორივე. ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია. კრეატიულობა არადისციპლინასთან არანაირ კავშირში არა. შეიძლება ადამიანი არადისციპლინირებული იყოს და იყოს კრეატიული. კი, და დისციპლინის გარეშე კიდევ ამ თავის კრეატიულობას უბრალოდ ვერ შეკრავს და ვერ გვიჩვენებს. კი. დისციპლინა საჭიროა. საჭიროა, კი. 7 კლასი თუ ხმაურიანი? გააჩნია. თუ ხმაურით ანხორციელებენ იმ საქმიანობას, რომელიც საბოლოო პროდუქტს დადებს, ეგ მაშინ პრობლემა არ არის. და თუ დისციპლინა, ამიტომ რომ მასწავლებლის ეშინია და ოღონდ ორიანი არ დამიწეროს, ასე დისციპლინის ფასი ნულია. და ბოლოს დავუშვათ რის ყურებას ურჩევდი მასწავლებლებს? TED Talk-ები და მსგავსი სხვადასხვა პოდკასტები თუ ფილმები? გააჩნია ფილმებს. TED Talk-ი და პოდკასტი უპირობოდ შეუძლია უყურონ და პირიქით ძალიან მოხარული ვარ რომ უყურონ და ყველას ამას ურჩევ და რაც შეეხება ფილმებს, ფილმი აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული მისი ასაკიდან და თემატიკიდან. თუ ისეთი თემის ფილმია, რომელიც ბავშვის ასაკისა და ფსიქოლოგიისთვის მიუღებელია, კატეგორიულად არა. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. სულ ბოლოს სამახსოვროთ ჩვენი პოდკასტიდან. დიდი მადლობა. ესეთი ბლოკნოტი, იმიტომ რომ მე ვარ ბლოკნოტების მოყვარული ძალიან და მგონია რომ რაღაცა ყველა მასწავლებელს ბლოკნოტები გვიყვარს, ვაგროვებთ და ასე შემდეგ. ნამდვილად ესეა. მოკლედ, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი ამ ყველაფრის გაზიარება და დიდი იმედი მაქვს რომ ბევრი ადამიანი გვიყურებს და მოისმენს და ასე ვთქვათ ჩვენ ჩვენსაც გაითვალისწინებს, იმიტომ რომ რაღაც ჩვენებიც მივეცით. ნამდვილად ასეა. დიდი მადლობა თქვენ. ეს ისეთი საკითხი, ამაზე ერთ საათში ნამდვილად ვერ ამოწურავს საუბარს, ბევრი დრო არის საჭირო ამისთვის და იმედი მაქვს რომ კიდევ შევხვდებით. კი, მეც დიდი იმედი მაქვს, დიანა. ეს ამორჩა ჩვენი დღევანდელი პოდკასტი და სხვათა შორის ეს არის ბოლო პოდკასტი ამ სეზონზე. ანუ შემდეგი პოდკასტები უკვე დაიდება შემოდგომის სეზონიდან. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ და გააზიარეთ იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა შეიტყოს აი ამ მე ვთვლი, რომ ძალიან სასარგებლო და საინტერესო პროექტის შესახებ. კარგად.